დადასტურებული ლათაც შეიძლება უკვე ჩაითვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ამპსონები დავით კეზერაშვილი, ივანო მერაბიშვილი და სხვები პოლიტიკური თანამდებობის პირები აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს. მათ გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება თუ მიზან მიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები საომარი მოქმედებების არეალში. ჩვენ მათ ვეკითხებით, რატომ გახადე რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად, რატომ აქციე? რატომ არ იყო არავითარი გეგმა? რატომ აქციე ჯარი და ჯარისკაცები, ოფიცრები საზარბაზნე ხორცად? ამას ვეკითხებით პოლიტიკოსებს, მაშინდელებს. 2008 წლის ომამდე როგორ მივიდა ჩვენი ქვეყანა და რატომ აღმოჩნდა როგორც ჯარისკაცი, ისევე მშვიდობიანი მოქალაქე დაუცველი. და რატომ გაიმარჯვა მტერმა და არ გავიმარჯვეთ ჩვენ? თუ კი ომს იწყებთ, მთავარი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ უნდა გადადგა ნაბიჯი ისეთი, რაც დანაკარგს მოიტანს გაუმართლებელს და ჯარისკაცსაც გაწირავს და მოქალაქეს. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ და შედგა ეს, რასაც ველოდებოდი ამდენი წელიწადი. ეს საპარლამენტო საკონსულტაციო კომისია დროებითი და შემადგენლობას ძალიან მაკმაყოფილებს ის რომ საშუალება არის ყველაფრის ლაპარაკი აბსოლუტურად და არანაირად ვერაფერი ვერ მოთქვევინებს იმას რომ დავხუროთ სხდომაო, იმიტომ რომ გავიდა უკვე ამდენი წელიწადი და საიდუმლო არავისთვის არაფერი არ არის აბსოლუტურად და ყველაფერი უნდა ითქვას ღიად. აგერ გეჯდათ სარდალი, გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც გეუბნება, რომ მე რა ვიცოდი ცხინვალში კოდორში რა ხდებოდაო. წარმოგიდგენიათ, ეს უკვე ტრიბუნალია. ამის თქმა. მეორე სარდალი, რომელიც რომს წამოიწყებს და წააგებს, ის თავს იკლავს. თუ ის სარდალია და თუ ის შინაგანად არის ჯარისკაცი. მაგრამ არც ერთი ჯარისკაცი იქ არ იყო. ჯარისკაცები მოაშორეს აბსოლუტურად და ჩანაცვლეს პოლიციელებზე ცუდი თქვა კი არ მინდა ამითი. პოლიციელს აქვს თავისი მოწოდება, რომ იმან დაიცვას. მერე ჟურნალისტების როლი ამაში ყველაფერში, ქალბატონო თეა, არის ძალიან დიდი და რატომ აქვს ამდენი უფლებები ჟურნალისტებს, რომ გინდათ საითაც გინდათ იქიდან გავყიდიან, მე ვერ გავიგე. ეხლა რომ შემოვიდეთ დამხვდნენ და საქართველოს წინააღმდეგ უნდა მისცეო ჩვენებაო, მეუბნება გუშინდელი მე მეუბნება ამას, რომ საქართველოს წინააღმდეგ უნდა მისცეო. მე და თქვენ ახლა წარმოადგენთ სწორედ საქართველოს, რომლებიც მათგან ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. 5 ადგილიდან უტევდნენ ქართულ სამშვიდობო ძალებს, 5 მიმართულებიდან. იყო ხეთაგუროვის სოფელი, აი მის სიმაღლეებიდან ურტყავდნენ, იყო პლანეტილიანა, მაღლა იყვნენ ვაგონები ედგათ. ეგრეთ წოდებული ესეთი ვაგონები და იქ იყვნენ. იქიდან ურტყავდნენ, იყო ნულის თავზე დასავლეთიდან ურტყავდნენ, დვანის მხრიდან ურტყავდნენ, ესე მოიმწყდი ეს. სულ ყავდათ 2 BMP, მეტი არ ყავდათ. 2 BMP 2. ქართულ სამშვიდობო ძალებს. დანარჩენი იყო ავტომატიური და პოლიმიური. აი ესეთი რაღაც შეიარაღება ქონდა. და ეს რაც შეეძლოთ, ახლა ძალიან გვიან გახსნეს ცეცხლი ჩვენმა სამშვიდობოებმა, რაც შეეძლოთ, აი 5-ვე მიმართულებას იგერიებდნენ. 6 ისეთი ამბავი იყო მთელი ღამე. რომ მე დილით ვეღარ მოვახერხე გორში ჩასვლა. ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ ვარჩიე რომ გორში ჩასვლას და პროდუქტების ამოტანას გამიკეთებინა იქიდან ევაკუაცია ბავშვებისა და ქალებისა. 9 აგვისტოს სოფელავნებში დავაყენე სასკოლო ავტობუსი და ვინც სურველი იყო მოხუცები გამოვიყვანეთ სასკოლო ავტობუსით, ქარელში ჩამოვიყვანეთ. დანარჩენი დაახლოებით 2-ვე სოფელში 50-მდე მოხუცი დარჩა, ნუში და ავნებში არ გამოყვნენ. რატომღაც ეგონათ რომ დაინდობდნენ. გამოყვანის დროს არც ერთი ადამიანი არ დამეღუპა. გამოსვლის დროს არც ერთი.
არც დაჭრილები ბევრი იყვნენ, დაბომბვის დროს იყვნენ სოფელში. მშვიდობიანი მოსახლეობა დაჭრილები, მაგრამ არც ერთი დაღუპული არ ამყავდა. არც დაბომბვის დროს, არც ევაკუაციის დროს, გამოყვანის დროს. დარჩენილები ვინ დარჩენ, მე უკვე დახოცეს 12-ში და შემდგომ რიცხვებში. ზოგი სახლში ჩაწვეს, ზოგი კიდე იმის გულისთვის რომ წაერთვინეთ რაღაცა ძროხის გულისთვის მოკლეს. შურა ჯავახიშვილი ძროხის გულისი დახვრიტეს. დამარხეს თავის ეზოში. შემდეგ მიდიოდა მეორე მარადიორობა დაიწყო, შედიოდნენ სხვა ჯგუფები, ეგონათ რომ აქ რაღაცა არის, ესეთი განძი დამარხეს, ჭურჭელი რაღაცა ამოთხიდნენ, მიცვალებულს მიწას აღარ აყრიდნენ, ტოვებდნენ ესე მიდიოდნენ ეს მოხუცები.